მოდი კიდევ ერთხელ ვისაუბრებ ამ თემაზე და დავასრულებ ამ თემაზე. საერთოდ ხმას აღარ ამოვიღებ აწი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი სხვა უფრო მნიშვნელოვანი თემები წამოვიდა წინა პლანზე, ასე ვთქვათ, თუმცა მაინც მინდა ესე დასკვნასავით ეს ჩამოვაყალიბო, რაც შეეხება რობერტ ტურუას მიერ დადგმულ აი ამ რაღაც პორნოგრაფიულ ვეფხისტყაოსანს. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ მე არ ვლაპარაკობ თვითონ აი ამ სპექტაკლის რაღაცა მხატვრულ ღირებულებაზე თუ ასე რაღაცეებზე, რაც არის ძალიან სუბიექტური, საერთოდ ხელოვნება სუბიექტური რაღაცა არის, მეგობრებო და ნუ გადახვალთ რა ამ სისულელეში. აქ თავარი რა არის, იცი და აი თუნდაც მე რა მაიძულებს ამდენ ლაპარაკს. ერთ ვიტყოდი რომ რა მე არ მომეწონა ეს სპექტაკლი და ეს რაღაცა თინათინის ამოყრილი ძუძუსთავები ტანტალი არ არის კარგი სცენაზე. ნუ იქ ვიღაცას ეს გადაზედმეტებული და უადგილო პათეტიკა მოწონს არ მოწონს, კიდე სხვა რამეა. თავარი რატომაც აი ამდენს გვალაპარაკებენ არის ის რომ ამ ადამიანებმა რომლებსაც დაუშვათ მოეწონათ ეს სპექტაკლი იმდენი თქვენ რა გითხარით იგივე რომ დაედგა დათათავაძეს და ვიღაც ანანია გაჩეჩილაძეს აშკარად 4-ში ამოიღებდით რა ვიცი რაღაც ეროვნულ ტრაგედიად წარმოაჩენთ ამ ყველაფერს მაგრამ ნუ კაი ორმაგი სტანდარტი გაქვთ ყველაფერში გაქვთ და გქონდეთ და თქვით რომ მომეწონა აქ დაამთავრეთ ორმაგი სტანდარტი აქ უმთავრესი არის ლანძღვა კიდევ ვიმეორებ ამ ადამიანების რომლებსაც ალალად გამოვთქვით რომ ეს არ მოგვეწონა და თქვენი მხრიდან აი მე მაგალითად გუშინ ისიც მანახეს რაღაც მომენტები შალვა რამიშვილი და გოგა ხაინდრავა აპრავებდნენ აი ამ ვეფხისტყაოსანს აკაც იგივეა აქ ყველაზე გულდასაწყვეტი რა არის სიტყვა გულდასაწყვეტი ადამიანებს ხალხს ასე ვთქვათ რა ძირითად ნაწილს ადამიანებისა ზუსტად იმაზე დაწყდათ გული რომ ეს რობერტ სტურუამ გააკეთა რომ უსამართლო რობერტ სტურუა ზუსტად რომ რობერტ სტურუა მისგან დაწყდათ გული ადამიანებს რომ მან გააკეთა ეს ადამიანებს გული წყდებათ იმაზე ზუსტად რომ ამ ყველაფერს აპრავებთ ერთია და პლუს ლანძღავთ აი ამ ხალხს ის ადამიანები რომლებიც პოზიციონირებდით და რატომღაც ახლაც პოზიციონირებთ როგორც რაღაცა უფრო ასე ვთქვათ კონსერვატორიზმისკენ გადახრილი ნუ ლიბერალიზმთან მებრძოლი ტიპები არა და არგუმენტები გაქვთ ზუსტად იგივე რაც აქვთ ხოლმე ლიბერალებს მუდამ რომ ვისაც რაიმე მათი გაკეთებული მათი რაიმე საქციელი მათი რაიმე სიტყვა ქმედება არ მოწონს გამოქვაბულში ხართ ჩარჩენილები რომ თქვენ ვერ განვითარდით რომ ხართ გაუნათლებლები თქვენ ზუსტად იგივეს ამბობთ რომ რობერტ სტურუას ეს სპექტაკლი ვისაც არ მოეწონა და ის რაღაცა მომენტები იქ რაღაც საშინელებები ძუძუება მოყრილი ძუძუსთავება მოყრილი თინათინი რომ დატანტალებს და ავთანდილი რომ ესე წელზე შემოიფაყლებს ამ შიშველ ბაყვებს შემოილაგებს წელზე და ნუ ეს მომენტები რო არ მოეწონათ ეს თურმე იმის ბრალი ყოფილა რომ ვეფხისტყაოსანი წაკითხული არა აქვს მასწავლებელი არ უარგოდათ რაღაც ვეფხისტყაოსის ტექსტი არ ახსოვთ რა კაი ხარ რომ გაგვახსენეთ თვითონ რო არ გვახსოვდა ეს ტექსტი რომ გაძრცილ სატანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი ახან ეს ტექსტი გაგვახსენეთ ესე იგი კარგია ეგ ყველაფერი არ შეიძლება ხალხო ეს ზუსტად ლიბერალების არგუმენტებით მოძრაობთ რომ ეს ადამიანები გამოქვაბულში ჩარჩნენ, რომ ვერ განვითარდნენ, რომ ხალხო ეხლა დამცინავი ფრაზები ვნახე კიდე ხალხო მე-12 საუკუნეში ცხოვრობდნენ ადამიანები. ზუსტად ლიბერასტების ეს რაღაც ცინიკური დებილიზმი, რომ ჩვენ თითქოს და ეს ყველაფერი არ მოგვეწონა, რომ ჩვენ გგონია, რომ მე-12 საუკუნეში ადამიანები არ ცხოვრობდნენ. რას ის ხალხო როგორ შეიძლება ესეთი აი რითი განსხვავებით მაშინ ამ ლიბერასტებისგან ამიხსენ ან რას ერჩით მათ ამით თქვენ უბრალოდ რა ქენით და რას მიაღწევთ იცით რომ ვეფხისტყაოსანი აი რატომ არ უნდა ეკნა ეს რობერტ სტურუას და თუ რობერტ სტურუა ამას იზამდა რატო არ უნდა აპრავნოთ თქვენ როგორც მინიმუმ გაჩუმდეთ უნდა მაინც იმიტომ რომ ამით თქვენ რა ქენით ეხლა ეს და რა შვებით აი ამ ვეფხისტყაოსანს აწი
ვინც როგორ უნდა ისე ათრევს, გაათრევს, გამოათრევს, რასაც უნდა იმას უზამს და ხმას ვეღარ ამოიღებთ, იმიტომ რომ თქვენ თვითონვე გაქვთ გაправებული ვეფხისტყაოსნის ტრევა. აი ეს ქენით თქვენ და ამიტომ ვამბობ რომ აი რომ ხელოვნება გვესმის, არ გვესმის, მაღალი არის რაღაცეები, რაც მხოლოდ ხელოვნების კრიტერიუმებში, მხოლოდ ხელოვნების ჩარჩოებში მოქცევა, რისიც არ შეიძლება. რაც შეეხება იმას, რომ თურმე მე-12 საუკუნეში ხალხი თნაურობდა, აი არ გადამრიოთ, არის ამ შესაბამის ნაწარმოებები, რავი, ქილილა და დამანა გაგვიგია, რავი, 1000 რამე მაგალითად 1001 ღამე შუა საუკუნეებისა თუ არ ვწდები ხო, ისეთი ეპოსია, რომ თავიდან ბოლომდე პორნოგრაფიაა ლამის და ყოველ მეორე თავში ძალიან სერიოზული სექსაობა მიდის. და სხვათა შორის რო იცოდეთ, ამ 1001 ღამის სხვადასხვანაირი ვარიანტებიც მაქვს ნანახი, ოპერაც არსებობს, კი არა, ბალეტიც არსებობს, 1001 ღამის ბალეტი არის დადგმული. არ არის ესეთი ძუძუება მოყრილი, ამოთანთალებული ძუძუსთავებიან წირბილი, იქაც კი არ არის. მაგრამ თუ მაინდა-მაინც ეს გინდა დადგირა 1001 ღამე და ვიცით, რომ ხალხი მე-12 საუკუნეში წნაურობდა, მაგრამ არაფერს თუაშ არ არის. ხალხი მე-12 საუკუნეში ჯვამდა და გამოდით მაშინ და მოჯვით სცენაზე. კიდევ ვიმეორებ, კიდე ერთხელ ვადარებ იმას, რომ აი მაშინ რომ გავრცელდა რაღაც კადრები მაღალი თანამდებობის ქალბატონები რომ სექსაობდნენ ვიღაცეებთან და ინგა გრიგოლია რომ გამოვარდა და სექსი არ არის სირცხვილი ხალხო. რა შუაშია, მოჯმაც არ არის სირცხვილი. ჩვენ ყველას გვაქვს სექსი, უბრალო ადამიანური ჩვეულებრივი ადამიანი. გავიგეთ კაცო, მაპატიეთ, მაგრამ კუჩი გასვლა მოჯმაც ადამიანურია და ყველა ჯვამს. მაგრამ არსებობს ტუალეტი, სადაც უნდა დაიკეტო და იქ უნდა ქნაეს, ხო? და არა გამოხვიდე და ან ქუჩაში, ან სცენაზე და ან სადმე ხარ. ვიღაცა მოჯვა სცენაზე და თქვას მე რომ არა კაცო რა და ამაზე რო აღშფოთდეს ხალხი და აიყო რა თქვენ გონიათ თინათინი არ ჯვამდა? აი რაღაცა ესეთი არგუმენტები გაქვთ. ეს არის მძიმე გაუფასურება ზუსტადაც იმ რაღაცისა, რაც ხელშეუხებელი გონია ქართველ ადამიანს და რასაც სოფლიოც კი გაოცდება, როდესაც ქართველი ადამიანი ასე ეხება ვეფხისტყაოსანს და აქ არაფერი არ არის დასაცინი. რობიკომ დაგვანახა, რომ ვეფხისტყაოსანი არ არის ხელშეუხებელი. რატო დაგვანახა? რა საჭირო იყო ეს? და კიდევ ვიმეორებ, რაც უმთავრესია. იგივეს ამბობენ, ზუსტად იგივეს ამბობენ ლიბერალები და ამაზე წდება ადამიანებს გული, რომ აი თქვენ თვითონ აძლევთ აი ამ ლიბერალებს იმის საფუძველს, საბაბს და ასპარეს, რომ ჯიჯგნონ ეს ვეფხისტყაოსანიაცი, როგორც უნდა რაც არ უნდა უქმნან, მართლა რომ მოაჯმევინონ თინათინ სცენაზე, ხმას ვეღარ ამოიღებთ. ასე რომ ჯობია გაჩუმდით მაინც და დაანებეთ, რაც იყო ჩაიაროს და ამ დებილურ გაправების და ადამიანების შეურაცხყოფას თავი დაანებეთ გმალო.